ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთოოდირის მოწვევას არ აპირებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა და თქვა, რომ სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით ეუთოოდირის მისიის მოწვევა მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებზე ხდება. ოცნების პრემიერი ირწმუნება, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჯანსაღი ფორმით ჩატარდება. ზოგადად არ არის ასეთი პრაქტიკა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე იწვევდნენ ეუთოოდირს. გადახვევები ხდება, მათ შორის ჩვენს ქონდა ასეთი გადახვევა, მაგალითად 2021 წელს. გამომდინარე იქიდან, რომ რაღაცნაირად ეს არჩევნები იყო დაკავშირებული საპარლამენტო არჩევნების თემასთან. ასე სხვადასხვა ქვეყანაში არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც თვითმმართველობის არჩევნებზეც იწვევენ ეუთოოდირს, თუმცა ეს არის მხოლოდ გამონაკლისი. სტანდარტული უნერვიულობით, სტანდარტული პრაქტიკის მიხედვით საპარლამენტო არჩევნებზე საერთო არჩევნებზე ხდება ხოლმე ეუთოოდირის მისიის მოწვევა. ეს ამისად ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ზედმეტი იქნება ეუთოოდირის დატვირთვა ჩვენი თვითმმართველობის არჩევნებით. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება აბსოლუტურად ჯანსაღი ფორმით. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეუთოოდირის მისიის მოწვევაზე უარი ქართული ოცნების მხრიდან ავტორიტარიზმისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. ახლა ჩნდება კითხვა, რამდენად რეალისტურია ოპოზიციის ნაწილის გეგმა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ. არათუ დემოკრატიული, არამედ არასდროს ჰიბრიდული რეჟიმებიც კი აი ესეთი ავტოკრატიისკენ გადახრილი, რომელშიც ოდირი არჩევნებს არ აკვირდება, ასეთ რამ არ არსებობს. მართლა არნახული მასშტაბის ნაძირლობასთან გვაქვს საქმე და პირდაპირ გვაქვს ამ ქვეყნის რაღაცა ბაშკირტისტანად და ჩეჩნეთთან ქცევის პერსპექტივა აღარ არის, ეს არის უკვე აბსოლუტური რეალობა. მათ უნდა ჩაატარონ არჩევნები ყველანაირი დაკვირვების გარეშე და ეს ხდება მხოლოდ უმძიმეს ავტოკრატიებში. ჩვენ ამ ფაზაში ვართ შესული, ბრძოლის ამ ეტაპზე ვართ. ძალიან სერიოზული და მძიმე პრობლემის წინაშე დგას ეს ქვეყანა და წამობრივი, წუთიერი და საათობრივი საკითხი ხდება ამ რეჟიმის, ამ მავნებლების სასწრაფოდ მოშორება ამ ქვეყნიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, საერთაშორისო დამკვირვებელი არჩევნებში, თუმცა ჩემი აზრით საქართველოში დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ქართველი ამორჩეველი და ის თუ როგორ დააკვირდება ქართველი ამორჩეველი მომავალ არჩევნებს, აქედან გამომდინარე ჩვენ მნიშვნელობას ვანიჭებთ ქართულ ამორჩეველს და ქართულ დამკვირვებელს, რა თქმა უნდა. ის რომ გრძელვადიანი საერთაშორისო მისიები უკვე არ არიან წარმოდგენილი ამ ქვეყანაში, თუნდაც იმ ეგრეთ წოდებული არჩევნების დაკვირვებისთვის, ეს მიანიშნებს რა არჩევნების ჩატარებას აპირებს 4 ოქტომბერს. ანუ 26 ოქტომბერს ფორმალურად ეს მაინც იყო დაცული. 26 ოქტომბერს აი ამ მდგომარეობით, აი ამ დროს ბევრად უფრო დემოკრატიულად მიდიოდა პროცესი. აი ივნისის თვეში მათ შორის. სადამკვირვებლო მისიებიც, მედიაც ბევრად უფრო ნაკლები წნეხის ქვეშ იყო, პოლიტიკური პარტიები ესეთი წნეხის ქვეშ არ იყვნენ, პოლიტპატიმრები ციხეში ამ რაოდენობით არ იყვნენ და ეს ახლა როდესაც ყველაფერი შეცვლილია და სტატუს-კვო არსებითად განსხვავდება, მით უმეტეს ძალიან მძიმე საკითხია. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2025 წლის 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი.